ბრძოლას. ეს თუ მეტყმარი მაშინ გარეთ არის. აი ეს არის, ხო? კი, ეს უკვე მეტი იყო. მოიცა? აი ეს არის რა, ეს უკვე შეეხოდა აი ეს არის უკვე ეს არის მიტყვა, ხო, აი ეს არის. ამის ფეთი ნახოთ არის. შეიძლება კვარაცხელია მივიდა როგორც ჩანს ბურთთან უნდა დარტყმა. მაგრამ გოლ, აი პირდაპირ ეთერში მეგობრებო თქვენი ხილოთ მოგესალმებით მეგობრებო, დღეს დიდი მატჩია თბილისის დინამო ბათუმის დინამოს მასპინძლობს დარჩი ჩვენთან ერთად. გაჩვენებთ ყველა დეტალს, რომელსაც არ გაჩვენებენ ტელევიზიით. დალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და ჩაუჯექით ვიდეოს. Julie Dmitry Andrichenko. ასე მეგობრებო, პირველი ტაიმის ბოლო დამატებულ წუთზე დაინიშნა 11 მეტრიანი დინამო ბათუმის კარში, 1-0-ია დინამო ბათუმი იგებს. და ახლა დაინიშნა 11 მეტრიანი და მოწმდება არის თუ არა პენალტი, როგორც ჩანს ვიდეო რეფერიზე. როგორც ჩანს არ არის პენალტი, ჯარიმა. რომ ნახოთ. რადგან თავი წითელი ბარათი მიიღო. ფერმა. გრძელდება დამთავრდა პირველი ტაიმი, გრძელდება დავა. საჩთან ხედავთ.
ემური არ მიდის ახლოს საჭთან ხედავთ კეცბაია საჭის ასისტენტები ლორია არის როგორც კაპიტანი იქ ექშიმია და აშილი აფასება რაც შეიძლება გადაწყვეტილებას მე ტრიბუნაზე ვიყავი ასული არ ვიცი სიმართლე გითხრათ იყო თუ არა პენალტი მესიმ დარწმუნებული არიან რომ იყო პენალტი როგორ ჩანს რაც შეიძლება თამაში მიმდინარეობს ორივე გუნდის შეტევებით დინამო თბილისსაც ქონდა გასატანი შანსები და ეხლა უნდა იყოს ანგარიში 1-1 მინიმუმ როგორც მინიმუმ გავაგზავნოთ მოდი ვიდეოს ყურება მეგობრებო გავაგზავნოთ ეხლა უკვე ჩავალ ტრიბუნიდან პირველ ტაიმის განმავლობაში ამიტომაც თქვენ ვერ ნახეთ პირველ ტაიმის მომენტები იმიტომ რომ დიდი არაფერი არ ხდებოდა იმ პენალტის გარდა და იმ პენალტზე უკვე ეგრევე ჩავედი ტრიბუნიდან და მეორე ტაიმში ვაპირებ რომ უკვე კარების უკუნიდან გადავიღო თამაში დააგზავნოთ ვიდეოს ყურება და ლაიქეთ ეს ვიდეო და გამოიწვიეთ ეს პომეტმარი მაშინ გარეთ არის აი ეს არის ხო კი ეს უკვე მეტი იყო მოიცა ეს არის რა ეს უკვე შეეხოდა ეს არის უკვე ეს არის მითმა ხო აი ეს არის ამის ფეხი ნახე სად არის შეიძლება გარეთ ვინც უყავს ფეხი ნახე სად არის ზოლზე არა აი ზოლის ზუსტად არ ჩანს დაჟე კიდე ოდნო უკან არის რა ეს შენ გადაღებულია ხო იქ იქით კამერა არა აქვს ხო აქეთ ამხედა ხო შენ გადაღებულია იქით არა აქვს ხო და აქ ჩანს ყველაზე კარგად არის თუ არა ისა რა იქ არ ჩანდა გამეორებაზე არ გამოჩნდა აქედან არა აქვს კამერა და იქიდან იღებენ არა დაინახა აბა ნახოთ კუთხური გო ნაიპირდაპირ ეთერში მეგობრებო თქვენი ხილოთ როგორც ხედავთ თორნიკე კვარაცხელია გამოდის მეგობრებო მოედანზე იმიტომ რომ აი ხა აქ ვყურებდი სათადარიგოთან მოთამაშეებს მწხურდებოდა და იქ რო ვერ დავინახე გავხედე და ზუსტად იმ მომენტში თორნიკე კვარაცხელიას შემოიყვანა თემურ ქეცბაიამ თამაში აი აი კვარაცხელია 11 მეტრიანი დაინიშნა მეგობრებო ხედავთ მეორე დანიშნა უკვე არ ვიცი ვინ დაარტყამს კვარაცხელია მივიდა როგორც ჩანს ბურთთან უნდა დარტყმა მაგრამ არ ვიცი ხა ნინომა უარი უთხრა თუ არა არ ვიცი მაგრამ მივიდა კვარაცხელია ბურთთან აშკარად მაგრამ ეხლა მე მგონი ჯობია რომ ნინომ დაარტყას გამოსტილი ფეხბურთელია და მაშასე მეგობრებო 11 მეტრიანი ნინოამ გაიტანა გოლი განგარიში გახდა 2-1 დინამო თბილისი იგებს ეს იყო მეორე 11 მეტრიანი პირველი არ დაინიშნა როგორც იცით მეორე 11 მეტრიანი დაინიშნა და განგარიში გახდა 2-1 და დინამო თბილისი გავიდა წინ მაშასე გავაგზავნოთ ამ მატჩის ყურება
დასრულდა მეგობრებო თამაში. დინამო თბილისი, დინამო ბათუმი 2-1 ანგარიში. ფიზიკური თვალსაზრისით თამაში და პირველი ტაიმი ასე თუ ისე გავუმკლავდით. მეორე ტაიმში დავწვეთ, მაგრამ პირველი ტაიმშიც და მეორე ტაიმშიც ეტყობოდა, რომ დინამო თბილისი დღეს უკეთესი გუნდი იყო, რომ მათ ჰქონდათ მომატების საშუალება და მოუმატეს ჩვენის პირიქით. ყველა შეცვლა მოგვიწია ტრავმის გამო, ყველა შეცვლა დაღრილობის გამო და ძალიან რთული არის, მაგრამ ვერ გავძლიერდით, ვერც შეცვლებით, ვერც გადავეცოთ, ვერც ვერაფერი და მოკლედ დღევანდელ თამაშზე ესე ვთქვი, რომ უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა. ჩვენ თამაში უკვე ტენდენციად გადაიქცა, რომ თუ რაღაც პირველ წუთებზე უნდა გავუშვათ გოლი და მე ვიოთ უკან თამაშს. კარგი ის არის, რომ ჩვენ შევძლებთ თამაშის მოტრიალება ისეთ გუნდთან, როგორც ბათუმის დინამო, რომელიც ორი თამაშების მოგებები ჰქონდა, ფსიქოლოგიურად კარგად იქონდა, ეს ჩვენთვის დიდი ორმაგი გამარჯვება. ამიტომ კარგი არის, რომ ჩვენ შევძლებთ თამაშის მოტრიალება, იმიტომ არის კარგი თამაში. მაშინ ასე დასრულდა მეგობრებო შეხვედრა დინამო თბილისის გამარჯვებით 2-1, მაგრამ ორივე გუნდმა ითამაშა ძალიან კარგი ფეხბურთი, იყო საუკეთესო მატჩი ალბათ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში გამოსარჩევი წლევანდელში. ასე რომ მეტი მსგავსი ვიდეოსთვის გამოიწერეთ არხი და დალაიქეთ ეს ვიდეო.